მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, დღეს არის 3 თებერვალი, ორშაბათი და მე არ მივდივარ სამსახურში. ძალიან მიხარია, როგორც იქნა რამოდენიმე დღე დავისვენებ თან ცუდად არ ვარ, იმიტომ რომ როდესაც დასვენება მაქვს და შვებულება მაქვს, ცუდად ვარ, ან გრიპი გვაქვს, ან რაღაც საშინელება შეგხვდა და ასე. ამიტომ ახლა ცუდად არ ვარ, პირიქით ფორმაში ვარ, ცა გავაყო ეს კარები სანამდე გაიღება. პირიქით ფორმაში ვარ, ძალიან ჩემი კვირა, როგორც იტყვიან. 3 დღე მაქვს დასვენება, შემდეგ ხუთშაბათიდან ისევ ვიწყებ სამსახურს, მაგრამ ბევრი არაფერი არ იქნება, რადგან ექრემს ერთი კვირა აქვს დასვენება. ძალიან მიხარია. ამიტომ ვიწყებთ, დილიდან, ორშაბათიდან 1 საათს არ ვკარგავ, მივდივარ თმა შევიღებო. მინდა ისევ დავუბრუნო ჩემი მერილება რომ მქონდა ესეთი ოქროსფერები დავიბრუნო მინდა, მივდივარ თმა შევიღებო და შემდეგ სახლში დავბრუნდები და სახლს მოვიყვანთ და წესრიგში საძილს გავაკეთებ და ესე გავაგრძელოთ, ამიტომ გადაგიღებთ რამოდენიმე დღეს ჩემთან ერთად, ალბათ გავაკეთებ ორ ვლოგს ამ ერთ კვირაში, ანუ ორშაბათიდან 4 შაბათამდე და მერე ხუთშაბათიდან შაბათამდე, რადგან ხუთშაბათს მამაჩემის დაბადების დღეა, რა თქმა უნდა საღამოს გავუვლი და მერე სამშაბათს ავღნიშნავთ. სამშაბათს? შაბათს ავღნიშნავთ. ასე, ამიტომ ესეთი კარგი დატვირთული და სახალისო კვირა მაქვს. ამიტომ გადავიღებ რამოდენიმე კარგ მომენტს და გაჩვენებთ და ავაწყობ ორ კარგ ვლოგს. იმედია მოგეწონებათ, იმედია დიდი ვლოგები იქნება, როგორც გიყვართ. მე მიყვარს დიდი ვლოგების ყურება YouTube-ში და ამიტომ ასე. წავედი ახლა თმა შევიღებო, ერთი სული მაქვს. ისეთი ამინდია საშინელი. აი უყურეთ. როგორი ამინდია საშინელი. ცივა ბურუსი, ვერაფერს ვერ დავინახავ. ყველაფერი გაყინულია, ყველაფერი. დადამ! აი ესეც ჩემი ულამაზესი, კარგად გაღიავებული თმა, როგორც მინდოდა. და მე უკვე რამოდენიმე თვის მერე კიდევ რომ წავალ, უფრო ლამაზად დაჩდება. თითქოს და ჩემი თმა არ არის, ძალიან კარგად მაქვს, ძალიან მომწონს. დამცხა, თუმცა ესე ერთი მაიკით ვარ, უკვე მოვედი სახლში, თან გაჩვენებთ. მოვასწარი ბევრი რამის გაკეთება და ძალიან მიხარია. ესე იგი, რა გავაკეთე, პერაშკები, დიდი ხანია პერაშკები უნდათ ჩემებს და გავუკეთე პერაშკები. შემდეგ ლუიზისთვის ძიძასთან რომ წაიღოს თავისი სადილი. ეგეც უკვე წყნარად ვარ რამ 2 დღე. გავაკეთე ტორტი სნიკერსი, რომელიც აქ თავისთვის ისვენებს. ფანჯები დავაღე, დავამტვერსა ახლა გაკეთების დროს მივხვდი რატომაც დიდი ხანია პერაშკები არ გამიკეთებია, რადგან ცომი, ცალკე მერე პიურე ცალკე, მერე პიურე გაცივდეს, მერე ცომი ამოვიდეს, მერე ეს ყველაფერი შეახვიდე, მერე ეს ყველაფერი შეწვი. რასაში რა ძალიან გრძელი ის არის. ხო და 1-2-3 საათი მომინდა, კაცო, 2 საათნახევარი მომინდა, სანამ ცომი ამოვიდა, სანამ პიურე მოიხარშა, სანამ პიურე გაცივდა. რა იყო? ტორტიც გავაკეთე, ძალიან მიხარია. ჩაიც გავიკეთე. ახლა არც კი დამჭა 1 საათი წინ რომ დავისვენო და წავიდე ლუის გამოვიყვანო ძიძადან და მერე გამოვიყვანო დენისის სკოლიდან. ჩემ სახლში რაღაცები შეიცვალა. გაჩვენე. ვიყიდეთ აი ეს ლამაზესი როგორ დავარქვათ, არ ვიცი ზუსტად ქართულად როგორ ქვია. მოსათავსებელი ესე ვიტრინა ხო მე მგონი. აქ ცოტა ფანჯრა გავაღე. და ვიყიდე ახალი ფარდები და ძალიან მომწონს ეს, რადგან აი აქ ტრუბას კარგად მალავს. აისი, ესეც ძალიან მომწონს. თეთრი ავიღე, მინდოდა ფერის შეცვლა და
მე მგონი ძალიან მოუხდა. აი ეს ახლა მე დავშები დავისვენებ სანამდე წავალ გამოვიყვან ჩემ გიჟებს. ჩვენც მოვედით სახლში და რა თქმა უნდა პირველი რასაც აკეთებენ ეს არის პილაშტი. მე მინდა რომ ჩემი ტორტი დავამთავრო. Oui. Est-ce qu'on peut faire un santé à ton téléphone? Santé. Santé. ხო და მინდა რომ ჩემი ტორტი დავამთავრო, რადგან ესე დავტოვე რომ შეიწოვოს კრემი და მერე ზემოდან წავუსმევ და გაჩვენეთ როგორი გამოგვივა. მაგრამ შიგნით კარამელი აქვს და მიწის თხილი. ძალიან გემრიელი იქნება. ჩვენც აი დავჯექით, დაიწყო უკვე საღამოს 8 საათი. ლუიზი ცოტახანი ჩავვრთე მულტფილმი ტელევიზორში, იქამდე მეც რაღაცები ისე მოვიშორი, აქ რაც იყო ასალაგებელი ბავშვებმა რომ ივახშმეს. მე არ მიჭამია, არც ვიცი მშია, არ მშია, ვფიქრობ. თმები. რაღაცაირად ვერ მივეჩვია ჯერ. ძალიან კი მომწონს. ხო და დაველოდები მე მგონი 8 საათს და დაველოდები დავიც რომ ერთად ვივახშმოთ წყნარად მშვიდად. მინდოდა მეჩვენებინა ერთი ძალიან კარგი რეცეპტი, რომელიც შემხვდა Instagram-ზე და მე რომელიც არ მივირთმევ ანუ გლუტენს, ხანდახან შეიძლება რომ მასე გაკეთდეს. ესე იგი, რა დაგჭირდებათ? ამ ვიდეოს თუ შევძლებ აი დაგიდებთ. დაგჭირდებათ აი ეს ტკბილი კარტოფილი, სტაფილოსფერი კარტოფილი როა შიგნიდან, ხო იცით? აი ეგ დაგჭირდებათ და ჩახიხილი ყველი. ვიდეოს როგორც გითხარით, წვრილად და მრგვალებად დავჭერი ეს ჩემი ტკბილი კარტოფილი და მოვაყარე ყველი ზემოდან. შემდეგ ვათავსებ ხუმელში, იბრაწება. ეს ჩვენი ტკბილი კარტოფილიც რბილდება და მე შეიძლება აი როგორც მრგვალი პურები როა და რამეს რომ შიგნიდებენ და მე რომ ესე ესე რომ კეცავენ როგორც ტორტია, როგორც კესადიას, მასე შეიძლება რომ გაკეთდეს და მართლა აი უგემრიელესი გამოდის. ძალიან გემრიელი, ოღონ მართლა ძალიან გემრიელი. და ამიტომ მაგას ვაკეთებ ისევ ამ საღამოს. შიგნით შეიძლება შიგნით ყველაფერი შეგიძლიათ რომ მოათავსოთ პავიდორი, სალათა, მაიონეზი, ცეხვი, ქათამი, უგემრიელესი გამოდის. ვიდეოს ისევ დაგიდებთ რომ კარგად ნახოთ ნუ თუ როგორ კეთდება და აი ხრაშუნა, გემრიელი, ნუ რა თქმა უნდა, ძალიან ცხიმიანი, რადგან გამძნარი ყველი ბევრი აქვს, მაგრამ იცით როგორ გემრიელია? აი ვერ წარმოგიდგენთ. ძალიან გამიხარდა რომ შემხვდა ეს ვიდეო და ძალიან მომეწონა, ამიტომ უკვე მეორედ ვაკეთებ. მე და დავით ძალიან მოგვეწონა, რაღაცა სხვანაირი გემო აქვს და კარგათაც განაყრებს, რადგან ცხიმიანია. Fini. Ouais, c'est trop bien. Fini. La balle. On peut rejouer à la balle. Oh, Dedi, Rana, Dedi. Tita, kami bilazda. მოგესალმებით მეგობრებო, ახლა არის მეორე დღე, ანუ სამშაბათი. ვიყავი რამდენიმე საათით სამსახურში, რაღაცები მოვაგვარე. რადგან ნელ-ნელა ვიწყებ, ანუ დღეს 2 საათით ვიყავი, ხვალ არ წავალ, ზეგ წავალ რამდენიმე საათით და მაზეგ უკვე მთელი დღით წავალ. ახლა მოვედი მაღაზიაში, რაღაცებს ვიყიდი და წავალ მე ბავშვებს გამოვიყვანო. აი ასეთი საშინელი ამინდია. ეს უკვე მეოთხე დღეა. როგორც ხედავთ, იქ ხებს ვეღარც ვხედავთ. ისეთი ბურუსია. აი მე თითქოს და აი საშინელი
ფილმებში როა, ხო იცით? რამე ვამპირები რო არიან და ეს. და ეგეთი სულ ჩაღრუბლული ამინდი რო ზუსტად ესეთი ამინდია. Twilight-ში ვართ. მაგარი. უყურეთ უკ. აფშე არაფერი არ აჩანს. აი მე კი გვითხრეს რომ ზე იქნებაო დღეს, მაგრამ არც არაფერი. ხვალე 4 შაბათია, როგორც იცით. 4 შაბათობით ჩვენთან ბავშვები სკოლაში არ არიან. ჩვენთან საფრანგეთში. მაგრამ ჩვენთან არის ქალაქები, სადაც ბავშვებს აქვთ სკოლა 4 შაბათობით და იმ ბავშვს, ვისაც ის ბავშვი, რომელიც დადის პრივატ სკოლაში აქვთ. მოდით ახლა უცბად გაჩვენებთ რა ვიყიდე მაღაზიაში. დავიწყოთ გაყინული პროდუქციით. Hopla. ვიყიდე ეს სალათა. მოდი, დენის, ლეს. მინდა რომ დამეხმაროს. Non, on range après. ვიყიდე ძალიან ბევრი გაყინული ბოსტნეული. Tu peux ouvrir le congélateur et commencer à mettre ça quand je vais donner. ვიყიდე აჯებ სანდალია, ეს არის მართლა გემრიელი აჯებ სანდალია ძალიან. Tiens. ვიყიდე ესეთი poêlée champêtre. Chut. ვიყიდე ესეთი კარტოფილი იმაში აეროგრილში ძალიან კარგად ვაკეთებ. Tiens. Denis, ouvre les tiroirs. Tu m'as dit que t'allais m'aider et ne pas regarder la télé. ვიყიდე ესეთი მწვანელობიო. Tu peux ouvrir tout en bas aussi. ისპანახი. ოღონ კარგად ათქვეფილია ეს. ანუ ფურცლები არ იგრძნობა. Tiens, si tout en bas. ვიყიდე ესეთი პატარა ძეხვი, რას ვამბობ. ვიყიდე ეს ძეხვი. ძალიან მიყვარს მაკარონთან, დიდი ხანი არ გამიკეთებია. ვიყიდე ესეთი ბერძნული იოგურტი ვანილით. ჩვენ მე და დავიდი საერთოდ არ ვჭამთ იოგურტებს, აი საერთოდ. მარტო ვჭამთ შაქრის გარეშე იოგურტებს, ანუ ნატურალურად და ხილთან ერთად და თხილკაკალთან ერთად თუ გვაქვს სახში. მაგრამ ამას ბავშვებს უფრო ვაჭმევთ. ვიყიდე მოძარელა, რადგან ვიყიდე პამიდორი და სალათა და რამე გემრიელს მეთქი გავიკეთებ. ვიყიდე წასასმელი ყველი ასეთი. და არაჟანი. არაჟანი, რომელსაც ყველაფერს ვაყოლებ. იმ დღეს ინსტაგრამზე ჩემს მამიდაშვილს ველაპარაკე, ნათიას და სტორიზე დავდე ვიდეო, სადაც გოგონა აჩვენებს, რომ ყველაფერს ატანს არაჟანს ან ბერძნულ იოგურტს შაქრის გარეშე და მომწერა, რომ ვაიმე შენ ცეგრე ხარო? მეც ეგრე ვარ. ყველაფერს ვატან. აი უბრალოდ პური ჩემზე არაჟანის ჭამა, აი ყველაფერს ვატან არაჟანს. ყველაფერს, რაც გინდა იყოს, სუპი, ლობიო, რაც გინდა იყოს, ყველაფერს ვატან არაჟანს. ასე, დენისი ახლა ამ კვირაში არის გახანძლებულში საღამოს, ამიტომ იქ მიირთმევს პატარა ნამცხვარს და ხილის პიურეს, ამიტომ ეს ნამცხრები ავუღე. ესე ცალკე პატარა ფორმა არის და სკოლაში რომ წაიღოს უფრო ადვილი იქნება. მე სახში უკვე ვახშმობს. ესე 6-7-ისკენ. აი ასეთებია და ამას ორ წელს ჩავვიდებ. ვიყიდე პამიდორი, ბაგეტი. აი ესეთი პამიდორები ვიყიდე. თლიანი პამიდორები, ძალიან მიყვარს შაქშუკას გაკეთება ამ პამიდრით. ავიღე მარტო ერთი რძე, რადგან არ მინდოდა მთელი 6 ლიტრა რძის თრევა. მეთქი დავიდი იმას იზავს. ეს რა არის? უი, ბაშრი ავიღე. აი ასეთი ხრაშუნა და გემრიელი. ამას აქ დავდებ რომ გავრეცხო. რა თქმა უნდა, კვერცხი.
კარტოფილი, შაქარი და შემოხდა აი ეს უზარმაზარი რამდენია? 3 კილო ფორთოხალი, რა ვიცი, 3 და რაღაცა და ძალიან იაფი იყო, ამიტომ ავიღე. წვერის გაკეთება შეიძლება, გავცხნა და ისე მირთმევაც, კექსის გაკეთება და ასე შემდეგ. ასე მეგობრებო, აქ დავამთავრებ ჩვენს საღამოს. ბავშვებს ახლა გავუცხელებ გუშინდელ პერაშკებს და მირთმევენ. მეც აღარაფერს არ გავაკეთებ ამ საღამოს, საერთოდ არ მინდა. რამოდენიმე დღეა, არაფრის გაკეთება არ მინდა. ადრე მაინც მიყვარდა საჭმლის გაკეთება, მეთქი ოჯახს ვასიამოდო და მთელი ამბავი. თავი დამადებეთ რა, აღარ მინდა აღარაფერი. როგორც ნახეთ, მივდივარ ფრჩხილების გასაკეთებლად, უკვე 3 კვირა რაც მაქვს. ნახეთ რა კარგად არის, მაინც ძალიან კარგად აკეთებს ეს გოგო. ესე შემიძლია კიდე დავრჩი 1-2 კვირა, მაგრამ მინდა ფერის შეცვლა. ხო და მომწერა რომ 1-10 წუთი მექნება დავაგვიანებო რა, ნუ 1-10 წუთითო. მეთქი ძალიან კარგი. იმიტომ რომ მაღაზია Action-ში წავალ. ჩემი სახლიდან ახლოს არის, გზაშია და რომ მომწერა უცბად შევუხვი ამ მაღაზიასთან, მეთქი გავივლი ამ მაღაზიაში. დიდი ხანი არ ყოფილვარ, რაღაცებს ვიყიდი.
მოგესალმებით შემოვლამაზო მეგობრებო. Როგორც ნახეთ, 4 შაბათს ესე სიმღერიანი მინი ვიდეოები გადაგიღეთ. ანუ გახმოვანების გარეშე ჩემი ხმით. ახლა გამოვეკეცი ბავშვებს და ვზივარ აბაზანის, რადგან აქ უფრო კარგი შუქია და უფრო კარგად დამინახავთ. ხო და რა გავაკეთეთ 4 შაბათს, როგორც ნახეთ, მე და დენისმა რაღაცები გამოვძერწეთ. ველოდები რომ გაშრეს და მინდა რომ შევღებო ჩემი ყვავილი და ლიმონი. მე გავაკეთე ვაზის ფოთლებით ტოლმა, ძალიან გვიყვარს ეგ ტოლმა ყველას ოჯახში, დენისაც კი და წარმოიდგინეთ დენისი დაჟე მაგ ვაზის ფოთლებს ჭამს. ეგ გავაკეთე, მე 5 შაბათს როგორც ნახეთ, მამიკოს დაბადების დღე იყო, სამწუხაროდ ვერ მოვასწარე, რაღაცების გადაღება მინდოდა. თან 5 შაბათს მომივიდა ამანათი ზალონდოდან, გამოვიწერე რამოდენიმე წყული ტანსაცმელი ლამაზები და ერთი ძალიან ულამაზესი ჟილეტი აქ დაგიდებთ, მომივიდა გახეული. რაღაცნაირად ჯერ შემეშინდა, მეთქი მე ხო არ გავხია, მაგრამ ხელით გავხიე უფრო სწორად რაშიც იყო, ანუ ცელოფანში, მაკრატელით არ გამიჭრია, რომ მე ვთქვა რომ მაკრატელით გავჭერი და მე რო ჩავიცვი, ისე ჩანდა რომ თითქოს ჯიბეა. მე რო კარგად დავაკურდი, ჯიბე არ აქვს და თან გახეული იყო, მიხოთ და აი გარღვეული. სურათ დაგიდებთ და ნახავთ. რაღაცნაირად აი როგორც ფრანგები იტყვიან, აი გამიცრუა, გამაცია გული და ყველაფერი ცალ ვიღაცა მირეკავს. ხო და ყველაფერი ისევ ჩავდე და გავაგზავნე. მარტო ერთი შარვალი დავიტოვე, დაგიდებთ და ერთი ზედა, ისიც გაჩვენებთ ერთხელ რომ ჩავიცმევ, რაც სხვანაირი ზედაა, მაგას ან პერანგის ჩაცმა უნდა ქვეშიდან, ან ჩვეულებრივ მასე და ზემოდან კოსტუმის პიჯაკი. ხო, მე საღამოს წავედით დაბადების დღეზე, ნახეთ პატარა კადრები, მარისთან ერთად ვიყავით. ხო და დღეს ვართ პარასკევი, საღამო, სპორტზე ვიყავი. დაგიდებთ რამოდენიმე კადრებს, სპორტზე წავედი, კი უზომოდ მეზარებოდა, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში რომ შვებულებაში ვიყავი და სამსახურში ესე მეტნაკლებად დავდიოდი, აღარ წავედი და დღეს წავედი. ძალიან მესიამოვნა, აი უზომოდ მეზარებოდა, აი ვერ წარმოგიდგენთ როგორ, მაგრამ მესმის რომ უნდა თავს დააძალო. თავს თუ არ დააძალე, ჩვენ არაფრის გაკეთება არ გვინდა. ამიტომ ძალიანაც დავაძალე თავს, წავედი, ესე არ მინდოდა, ფეხებს არ უნდოდა, მაგრამ ყველა თელ ორგანიზმს კი არ უნდოდა, მაგრამ მაინც წავედი და ბოლოს ძალიან მესიამოვნდა და კიდევ კარგი მეთქი წავედი. ახლა ვართ პარასკევი, საღამო როგორც გითხარით, ბავშვები დავსწრდა ხანი ტელევიზორთან, მეც ახლა მოვედი. დღეს ბევრი რაღაც გავაკეთე, ცოტა ვიმუშავე, მანქანა გავრეცხე, დავამტვერ სასრუტე შიგნიდან, თან ახლა რო ცუდი ამინდებია. ყველანაირი ქვიშა, ტალახი მანქანაშია, ბავშვების ხელში ხო საერთოდ. ამიტომ მანქანა გავისუფთავე. რა გავაკეთე კიდე, გავაგზავნე ეგ ამანათი უკან, დავუწერე რომ მეთქი პიჯაკი გახეულია და ნუ ჟაკეტი თუ ნაქსოვი რაღაცა ძალიან ლამაზია, ისე გული დამწყდა. მეთქი გახეულია და იმედია მე არ დამბრალდება. არ ამგონია, იმიტომ რომ ზალონდოდან არასდროს პრობლემები არ შემხვედრია. რამდენჯერ დაუკარგიათ ჩემი ამანათი და ზალონდომ რამოდენიმე კვირის მერე ფული დამიბრუნა და ამიტომ მე მგონი არ უნდა იყოს პრობლემა არანაირი. ასე მეგობრებო, წეგან ვფიქრობდი მეთქი რა გავაკეთო საჭმელი და სულ დამავიწყდა რომ სახში ტოლმა მქონდა ვაზის ფოთლებით გაკეთებული კიდევ ერთი ჭამა დაგვრჩა და ისე გამიხარდა რომ მეთქი ახლა დავჟები და გოგოებს დაველაპარაკები, ვიდეოს გადავიღებ. ხო და ამიტომ ესე გამიხარდა რომ საჭმელი არ მაქვს გასაკეთებელი. ასე ახლა დავიცველოდებით, ალბათ ახლა იქნება საღამოს 6 საათი, დავიდი 1 საათში მოვა, ერთად ვივახშმებთ, გავატარებთ კარგ საღამოს. ბავშვებს მივაძინებ, მე ჩვენც რამეს ჩავირთავთ, ფილმს, სერიალს რამეს. და ჩვენც დავისვენებთ და ხვალე არის უკვე შაბათი.
ხვალ ისევ წავალთ ჩემი მშობლების სახლში, ისევ აღნიშნავთ მამიკოს დაბადების დღეს. იმედიად რო გვექნება რომ ერთი კაი ხელი ჯოკერიც ვითამაშოთ, გავერთოთ, წავიღებ ლუიზის საწოლს, რომ იქ ავუწყოთ და იქ დაიძინოს შუადღის ძილი, იქ მოილიოს, კარგი იქნება. მეც დავისვენებ და უფრო მოვისურვილებ იქ, ვიდრე როცა მაინც ღვიძავს და მოკრულია ჩემზე. ასეთი გეგმები გვაქვს ჩვენი ასეთი კვირის ბოლო. კარგად დამთავრდა, ძალიან მიხარია. კარგად დამთავრდა კიდევ იმიტომ, რომ შემხვდა დენისის მასწავლებელი. ახლა ეგ გამირბის. ხომ გითხარით, რომ დენის მაინც სკოლაში არ იქცევა კარგად და აქ ჩვენი სკოლა არ არის აი ქალაქის სკოლა, რომელ სკოლაშიც ყველანი არიან და ყველა ბავშვი ესეთი ცოტათი იქცევა და რაღაცა და ეს არის მაინც ესეთი როგორც ჭყალებში სოფელშია ეს სკოლა, მიხვდით და ცოტათი ბავშვები არიან, არ არიან ძალიან ბევრი და მასწავლებელს დრო აქვს, რომ თითოეულ მშობელს უბრალოდ დაელაპარაკოს ხოლმე და დენისზე ხო რამოდენიმე პატარა პრობლემები იყო, რომ მაინც ახლა კარგად არ იქცევა, ეპასუხება მასწავლებელს, დირექტორს ეპასუხება, როცა დირექტორის ყოლას ეშინია და დენის არა. დენის არ ეშინია დირექტორის. ხო და ეხლა ეგ გამირბის. ადრე მე გავურბოდი, ეხლა ეგ გამირბის. როგორც კიდე მინახავ ხოლმე ვეცემი. აბა რა ხდება, როგორ იქცევა და იმიტომ რომ მინდა რომ ავიყვანო დენისის ყოფაქცევა ხელში, რომ დავიჭირო და არ გავუშვა, რომ იცოდეს, რომ სკოლაში სკოლის წესებია და სხვანაირად არის და ეგრე არ უნდა მოიქცეს და ნუ მთელი ყველაფერი. არ დაგიმალავთ, რამოდენიმე დღის უკან რაღაცები სკოლის ჯიბეში ჩაიდო. ხო წარმოგიდგენიათ, ეხლა ძალიან ბევრი დამიწერს, ნანა ბავშვია, ნანა პატარა, ნანა 6 წლის არის, მერე რა, მაგრამ თქვენ ვერ წარმოგიდგენთ, როგორი დენის აქვს და ეხლანდელი ბავშვები, მე ვფიქრობ, რომ ყველას ძალიან აქვთ გახსნილი ტვინი, იმიტომ რომ ყველაფერს ხედავენ. მაგათთვის, ანუ ჩვენ და სკოლებში ბავშვებს ყველაფერს უხსნიან. ყველაფერს უხსნიან ფსიქოლოგიურად, ძალიან მალევე ყველაფერს ასწავლიან. მალევე, როგორც იტყვიან, ბავშვები ძალიან მალე იზრდებიან ფსიქოლოგიურად აქ. მე ესე ვფიქრობ, შეიძლება უკვე საქართველოშიც, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოშიც უკვე ესეა. ამიტომ ბავშვმა მე ვფიქრობ, რომ უნდა თავისი ადგილი იცოდეს და არის მომენტები, რომ დენის ავიწყდება, რომ ბავშვია და ისე მსჯელობს და ისე ლაპარაკობს, თითქოს და უკვე 20 და 25 წლის ადამიანია. ამიტომ ასე მასწავლებელს გამოველაპარაკე და მითხრა, რომ კარგად ჩაიარა ამ კვირამო, ანუ ჩვენმა ჭკუის დარიგება მთელი შაბათი კვირის განმავლობაში მე მგონი რაღაცა უშველა. თან სამშაბათს მასწავლებელთან მქონდა ვიზიტი დანიშნული, კარგა ხანი ვილაპარაკეთ. დენისიც ჩვენთან ერთად იყო, მერე დენისი ცოტა წავიდა სათამაშოდ და ცალკე მასწავლებელთან მე და დავიდმა ვილაპარაკეთ და ამიტომ მეთქი რამე ხო უნდა უშველოს კაცო ამდენი მან ლაპარაკმა და ახსნამ და განმარტვა. ხო და ამიტომ ასე მომითხრა, რომ კარგად ჩაიარო ამ კვირამო და ძალიან გამიხარდა და მაგანაც მომცა ეს ღიმილი. ღმერთს მადლობა, ძალიან მიხარია ესეთი უბრალო კვირა, მაგრამ აი ყველაფერი რომ კარგად მთავრდება და ისე როგორც შენ გაქვს დაგეგმილი. მაგაზე კაი არაფერი არ არის. ასე მეგობრებო, ახლა მე წავედი, ბავშვებს მივხედავ, ვივახშმებთ და უკვე ხვალე აუცილებლად რამოდენიმე მონაწყვეც გადაგიღებთ, როცა ვიქნებით ჩემი მშობლების სახლში. ასე მეგობრებო, აბა ხვალამდე.